სიხარულიძესთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და როგორც ყოველთვის 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დამთავრებისთანავე ვიწყებთ საერთაშორისო მიმოხილვას ლეო სიხარულიძესთან ერთად, ლეო დილამშვიდობისა. მოგესალმებით დავით. გასულ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ხელმოსაწერი იშვიათი წიაღისეული შეთანხმების ტექსტი გავრცელდა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს და მას ქვეყნისთვის უსარგებლო უწოდეს, თუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებული გარიგების გადახედვა სურს, მას დიდი პრობლემები ექნება, აცხადებს ტრამპი. ის ასევე რუსეთის ლიდერზე, ვლადიმერ პუტინზე გაბრაზებულია და რუსულ ნავთობზე ტარიფების დაწესებას არ გამორიცხავს. ტრამპის თქმით, თუ უკრაინაში ომი რუსეთის მიზეზით არ დასრულდება, ის რუსულ ნავთობზე მეორად ტარიფებს დააწესებს. ეს არის ორი ახალი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ერთი უკრაინის მისამართით, მეორე რუსეთის მისამართით. ჩვენ კარგახანია გვესმის ეს შეთანხმების, ასე ვთქვათ, და მოლაპარაკების პირობები, რომელიც უკავშირდება წიაღისეულს, იშვიათ წიაღისეულს. მოდი გითხარი და გაგვარკვია უფრო მეტად, რაზეა საუბარი, დიპლომატიური ენის მიღმა რა იმალება რეალურად, რაზე ვერ თანხმდებიან და ვთქვათ, რა არის ის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რაზეც ამ ეტაპზე ჯერჯერობით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს. დავით, პირველ რიგში ალბათ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დონალდ ტრამპი უკვე ალაპარაკდა რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესებაზე, ტარიფები, ეს როგორც თავად ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი ამბობს, მისი მესამე საყვარელი სიტყვა არის, პირველი არის ბიბლია, შემდეგ სიყვარული და მესამე არის ტარიფები. ევროპასთან უკვე მიმდინარე სატარიფო ომის ფონზე და ჩინეთთან, მექსიკასაც ჰქონდა დაწესებული ტარიფები, მაგრამ მექსიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყდა ამ ტარიფების მოხსნა. ამჯერად უკვე კრემლის რიგი დადგა, მაგრამ აქ დინამიკა არის საერთოდ განსხვავებული, თუკი საკუთარ სამხრეთ და ჩრდილოეთ მეზობლებთან, უმცროს ევროპელ პარტნიორებთან ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს გაცილებით უფრო ხისტი საგარეო პოლიტიკის წარმოების საშუალება და რესურსი, იგივეს ვერ ვიტყვით ჩვენ კრემლთან დაკავშირებით. ამის განსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი არის ბრძოლის ველზე არსებული დინამიკა, როგორც ვლადიმერ პუტინმა 2 დღის წინ ერთ-ერთ რუსულ წყალქვეშა ნავზე, რომელიც არის არხანგელსკის სახელობის წყალქვეშა ნავი, არის ბირთვული შეარაღების მატარებელი წყალქვეშა ნავი, მან გამოიყენა ასეთი ფრაზა, მოიხდა ბიომ, ანუ მათ ჩვენ ბოლოს მოვუღებთ, ასეთი დიდი დებატი ატყდა ამ სიტყვის თარგმანთან დაკავშირებით. ინგლისელები ამბობდნენ, რომ პუტინმა იგულისხმა to finish them off, რაც გულისხმობს მათ ბოლოს მოღებას. გამომდინარე აქედან საინტერესო არის, რომ ეს ტარიფების და სანქციების ხსენება ტრამპის მხრიდან, პუტინის არც თუ ისე დაყოლიება ამ სამშვიდობო პროცესზე და ეს განცხადება, რომელიც შენახსენე უკვე კიევის წინააღმდეგობის შესახებ, რომელიც ეხება ამ ყბადაღებული წიაღისეულის მოპოვების კონტრაქტს. აქ არის რამდენიმე დეტალი, რაც არის საინტერესო. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, რომ წიაღისეულის მოპოვება არის გრძელვადიანი პროცესი და ამ ტრამპის ხელშეკრულების სიცოცხლის უნარიანობის შემთხვევაში მთელი 20 წელი მოუწევთ ლოდინი ვაშინგტონში, მანამ სანამ მოგებაზე იქნება საუბარი. საჭირო არის საფუძვლიანი გეოლოგიური კვლევის ჩატარება და ესეთი ბოლო კვლევა არის ჩატარებული დაახლოებით საბჭოთა კავშირის 70-იან წლებში. დაახლოებით 18-დან 20 წლამდეა საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ერთი მაღარო, რო ავიღოთ, ჯდება დაახლოებით 500 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე. რაც შეეხება იმ რესურსს, რაზეც დაობენ ამერიკელები, უკრაინელები და რუსები, ეს გულისხმობს 19 მილიონ ტონა გრაფიტს, დიდი რაოდენობით ტიტანიუმს, ლითიუმს, 17 სხვადასხვა მინერალს და ყველაზე ისეთი საინტერესო დეტალი ალბათ ის არის, ძაღლის თავი არის დამარხული ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვინაიდან დაახლოებით 90% ეს არის უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული სტატისტიკა, არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასე რომ ცოტათი გაუგებარი არის, რას იყოფენ კიევი და ვაშინგტონი. სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, ესეთი რაღაცნაირად განსაკუთრებულად, რომ
ხვდები ვიზე და რაზეა საუბარი, შენ უკვე აღნიშნე. როგორც ჩანს ეს სიტყვა მარტო სიტყვა არ არის, ციფრი 3 არ კარგად აქვს დაცდილი მას, ან რაღაც განსაკუთრებული ისეთი მისტიკური კავშირით შეიძლება იყოს. ყოველ შემთხვევისთვის ის რომ მესამედ სურს მას ამერიკის პრეზიდენტობა, ამაზე უკვე საუბარი შედგა. სხვათა შორის NBC News-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ მესამევადით დარჩენის შესაძლებლობა არ გამოირიცხა, არ გამოვრიცხაო და განაცხადა, რომ სულაც არ ხუმრობს ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ამის მისაღწევად მეთოდები არსებობს, თუმცა ამ თემაზე საუბარი ნაადრევია. არადა არსებობს 1947 წელს მიღებული კანონი, სადაც მოკლედ მოქმედ პრეზიდენტს, ერთ პრეზიდენტს ორ ვადაზე მეტი პრეზიდენტობის უფლება არ აქვს. აქ რა ხდება მითხარი, ეს ფრაზა რას უკავშირდებოდა, გასამებას ასე ვთქვათ, მის საყვარელ ციფრ 3-ს თუ კიდევ უნდა წავიდეთ სხვა სიღრმეებში და შევხედოთ სხვაგვარად ამ სიტუაციას. როდესაც საუბარი ეხება დონალდ ტრამპის პოლიტიკურ ამბიციებს, შეუძლებელი არის, რომ ჩვენ არ გავავლოთ პარალელი მასსა და მის თანამედროვე სხვა ლიდერებს შორის. აშკარა არის, რომ დონალდ ტრამპს აქვს გარკვეული სიმპათიები, თუნდაც მისი მოწინააღმდეგის სი ძინპინის მიმართ და ასევე ვლადიმირ პუტინის მიმართაც. ტრამპი არის იმ კალიბრის და კატეგორიის პოლიტიკოსი, რომელიც ყოველთვის იღწვის აღმასრულებელი ხელისუფლების კონსოლიდაციისკენ და ამ თვალსაზრისით ის არ ეპუება არც საკანონმდებლო შტოს და მით უმეტეს არც სასამართლო შტოს. ეხლა ტრამპის დაპირისპირება მოსამართლეებთან, რომელთაც ის ეძახის რადიკალურად და იდეოლოგიურად მოტივირებულ ადამიანებს, რაც საკმაოდ ყბადაღებული სახის განცხადება არის, თუ გავითვალისწინებთ იმ სტერეოტიპებს, რაც არის ჩამოყალიბებული თუნდაც ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში, რომ ამერიკაში ეს დემოკრატიის სავანია და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, იქ ხელჩართული ბრძოლა არის უკვე ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, რაც არის თავისთავად განპირობებული იმ პოლიტიკური განსხვავებით, რომელიც აქვთ ამ მხარეებს. ამასთან არის პირდაპირ ბმაში დონალდ ტრამპის მესამე ვადაც, აქ ასევე არის გასათვალისწინებელი ის მოცემულობა, რომელიც აქვს რესპუბლიკურ პარტიას, საკმაოდ ძლიერი ვიცე-პრეზიდენტი ყავს ამ ადმინისტრაციას და იყო თავიდანვე საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპის ასაკიდან გამომდინარე იგულისხმებოდა, რომ ტრამპის პირველი ვადა წინ გაუძღვებოდა უკვე ჯეი-დი ვენსის ორ ვადას და შეიკრებოდა ასეთი ეპოქა, რესპუბლიკური ეპოქა, რომელიც ვერ შედგა თავის დროზე რეიგანისა და ბუში უფროსის მიერ, სწორედ კლინტონის დამსახურებით. რაც შეეხება საკანონმდებლო პროცესს, ამას სჭირდება როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში საკმაოდ მყარი უმრავლესობა, 2/3 უმრავლესობა. არის სხვა გზებიც, მაგალითად შეიძლება შეიქმნას ეგრეთ წოდებული შტატების საბჭო, რომელთა წარმომადგენლებიც იქნებიან განსაზღვრულები თითოეული შტატის ზომის და დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით, რომელთაც შეუძლიათ საბოლოო ჯამში ოფიციალური წერილით მიმართონ უკვე საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც ამ კენჭისყრის მიღმა იქნება უკვე ვალდებული, რომ დააყენოს ეს საკითხი განხილვაზე. ვნახოთ, დონალდ ტრამპი ხშირად საუბრობს ამასთან დაკავშირებით, მას უსაუბრია ასევე წინა საარჩევნო პერიოდში და ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც ჰქონდა ეს წყვეტა მის პირველ და მეორე ვადებს შორის. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ სურვილი ადგილზეა. კი ბატონო. კიდევ ერთ თემას მინდა შევეხოთ, სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველოს რეგიონში ლიდერია, შავი ზღვის პირეთში მესამე, რუმინეთსა და ბულგარეთის შემდეგ, გლობალურ რეიტინგში კი უსწრებს ნატოს წევრ სამ სახელმწიფოს, თურქეთს, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას. ამის შესახებ საუბარია 2025 წლის გლობალური სოციალური პროგრესის ანგარიში, რომელიც ამერიკულმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა და გაეროს მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო შემფასებელი ანალიტიკური ცენტრების პროფილურ გამოკვლევებს ეყრდნობა. ანგარიშით ასევე ვიგებთ, რომ 13 წლიანი ისტორიული პროგრესით საქართველოს მსოფლიო საუკეთესო 10-ში მე-6 პოზიციაზეა. შენ იმუშავე ამ თემაზე, იმედის კვირის სიუჟეტი მოვისმინოთ უნდა ახლა და თავმჯდომოთ ჩვენს მსმენელს მომდევნო ორშაბათამდე. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველოს რეგიონში ლიდერია.
შავი ზღვისპირეთში მესამე, რუმინეთისა და ბულგარეთის შემდეგ. გლობალურ რეიტინგში კი უსწრებს ნატოს წევრ სამ სახელმწიფოს თურქეთს, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას. ამის შესახებ საუბარია 2025 წლის გლობალური სოციალური პროგრესის ანგარიშში, რომელიც ამერიკულმა ორგანიზაციამ Social Progress Imperative გამოაქვეყნა და გაეროს, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო შემფასებელი ანალიტიკური ცენტრების პროფილურ გამოკვლევებს ეყრდნობა. ანგარიშით ასევე ვიგებთ, რომ 13 წლიანი ისტორიული პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მეექვსე პოზიციაზეა. სოციალური პროგრესის ინდექსი 57 ინდიკატორს აერთიანებს, რომელიც სოციალური პროგრესის გამსაზღვრელ 12 ფაქტორში იყრის თავს. 2025 წლის გლობალური სოციალური პროგრესის ანგარიში სრულად აქარწყლებს ქართველი რადიკალების და მათი გარე პატრონების სიყალბეზე დაშენებულ რიტორიკას, თითქოს ქვეყნის პროგრესი შეჩერდა. ასეთი ტიპის შეფასებები ყოველთვის საინტერესოა პოტენციური ინვესტორებისთვის, რომლებიც არიან ქვეყნით დაინტერესებული. რომ წარმოვიდგინოთ, ყველა მსხვილი ინვესტორი, როდესაც მსხვილი ინვესტორი ფიქრობს ამა თუ იმ ქვეყანაში საკუთარი საქმიანობის დაწყებას, ანუ ინვესტიციის განხორციელებას, ბუნებრივია პირველ რიგში ის ეცნობა სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო რეიტინგებს ქვეყანასთან მიმართებაში. ეს არის ხოლმე ყოველთვის პირველი ნაბიჯი ინვესტორების. ევროპის საუკეთესო 20-ში მე-16-ია საქართველოს კორუფციის აღქმების მსოფლიო რეიტინგში, რომელიც ბრიტანეთის ერთ-ერთი უძველესი აკადემიური კერის, ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია გელაპთან პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა. კორუფციისგან თავისუფლების ხარისხით საქართველო მსოფლიოს 50 საუკეთესო სახელმწიფოს და ტერიტორიას შორის 51 ადგილზეა. ეს ბუნებრივია მეუთდებს, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ხელისუფლება და გასაცინდისიერი მართლობა, რომელსაც ეწევა ხელისუფლება, არის მოწოდების სიმაღლეზე, არის კეთილსაიმედო განვითარებისათვის, როგორც ბიზნესის განვითარებისათვის, კერძო სექტორის მხარდაჭერის თვალსაზრისით, საზოგადოებრივი მნიშვნელობითაც. კორუფციის აღქმების მსოფლიო რეიტინგში საქართველო უსწრებს ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს: იტალიას, პორტუგალიას, ჩეხეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ხორვატიას, პოლონეთს, საბერძნეთს, მონტენეგროს, მალტას, სლოვენიას, თურქეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, უნგრეთს, რუმინეთს, კვიპროს, ბულგარეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას. ასევე ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და აღსანიშნავია, რომ უკრაინა კორუფციის სიმძიმით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ხოლო მე-9-ზე მოლდოვა. 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ ქართული ოცნების ჰუმანურ პრინციპებზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხი რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესა, ამაზე მეტყველებს კვლევის ის ნაწილი, სადაც ცხოვრების დონის ხანგრძლივ გაუმჯობესებაზეა საუბარი. აქ საქართველო მე-3 პოზიციაზეა და მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია სერბეთთან, ბულგარეთთან, ლატვიასა და რუმინეთთან ერთად. თქვენ ვერ ნახავთ ერთ ადამიანს, შეიძლება ასე ითქვას, რომელმაც მოაკითხა ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც უპასუხოდ დატოვეს. ესეთი ფაქტურად არ არსებობს. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენი მკაცრი რეგლამენტები, რომელთა დაფუძნებით ჩვენ საქმიანობთ და სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებით, დაფუძნებით ნაწილდება მათ შორის ეს დახმარება ამ ადამიანებისთვის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი მნიშვნელობა შეიტანა პირველად ჯანდაცვის სერიოზების განვითარებაში, მათ შორის იმ ადამიანების სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის, რომლებსაც გადაუდებელი საჭიროება აქვთ დამდგარი, აი ამ თვალსაზრისით უზარმაზარი თანხები 100 მილიონი იყო ჩადებული, წელსაც არის გათვალისწინებული ძალიან დიდი თანხები ამ მიმართულებით, რომ ყველას იმის განცდა შეუქმნათ, რომ არავინ არ იქნება მიტოვებული განსაცდელში. 13 წლიანი პროგრესი ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრს ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია. 2012 წლის შემდეგ ბედნიერების ინდექსის გაუმჯობესების მიხედვით საქართველო ერთ-ერთი ლიდერთაგანია და მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მერვე პოზიციაზეა. საქართველო ყველა საჩვენა, რომ ის არის ინვესტორებისთვის
ძალიან ხელსაყრელი ადგილი და მთავარი ფაქტორი, რომელიც ყველა ინვესტორს, რაც უნდა დაბალი გადასახადები იყოს ქვეყანაში, რაც უნდა მიმზიდველი იყოს ბიზნეს გარემო, ყველა ინვესტორს აინტერესებს, რამდენად დაცულია მისი ინვესტიციები. ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა არის ის ნაწილი, რომელიც ერწყმის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და ამ ორი ნაწილის კომბინაცია, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, ჯამში უზრუნველყოფს ქვეყნის მაღალ შეფასებებს და იმსახურებს ინვესტორთან ნდობას. ამაში იდება ძალიან დიდი დრო, ენერგია და სახსარი, საბიუჯეტო. ეს უკუგებას გვაძლევს. ეს არის ის თანხები, რომელიც არ დაიკარგება არასდროს. იმიტომ რომ ეს თანხები ხმარდება ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ეს არის ჩვენი ხელისუფლების წარუვალი ინტერესი. მზარდი ეკონომიკა შრომის პროდუქტიულობითაც შეიძლება გაიზომოს. საქართველო ამ ნიშნით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია, ევრაზიაში კი პირველია. გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით ევროკავშირში პროდუქტიულობის ზრდის ტემპი შემაშფოთებლად დაბალი 1,2%-ია, ხოლო იტალიაში, ნიდერლანდებში, ისლანდიასა და ირლანდიაში შრომის პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად დაეცა. 2024 წელს საქართველოში შრომის პროდუქტიულობის წლიური ზრდა 7,3% იყო, რაც გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელია და მსოფლიოს საშუალო დონეს 4-ჯერ აღემატება. ამავე მონაცემებით 2024 წელს საქართველოში ერთ დასაქმებულზე მსყიდველუნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტის დონე მუდმივ ფაზებში $40,505 აჭარბებდა. თვითონ ეს აღიარებას მნიშვნელოვანია, რომ სწორ გზაზე დგას ქვეყანა, ის ვითარდება გრძელვადიანი თვალსაზრისით, სწორად ხანგრძლივადიანი პერსპექტივით ჩანსაღად, რაც გვაძლევს რწმენას, რომ ამ ტემპით და ასეთი ძალისხმევით შემდგომი გაუმჯობესების პირობებში საქართველო 2030 წელს მიაღწევს იმ მიზანს, რაც გვაქვს დასახული, გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. და მაღალშემოსავლიანი ქვეყანა ნიშნავს კეთილდღეობის მაღალ დონეს. როგორც მათ შორის სამთავრობო პროგრამით იყო დაპირებული, რომ 2028 წლისთვის ჩვენ გვქონდეს ისეთი ტიპის მაღალი ეკონომიკური პარამეტრები, რომ ევროპის წამყვან ქვეყნებთან ის მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, რომელიც მაგალითად 2012 წელს ჰქონდა, ეს იყო 4-ჯერ და მეტად ჩამორჩენა მინიმუმ გავანახევროთ, ხოლო ევროკავშირის ისეთ წევრ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორც არის მაგალითად ბულგარეთი და რუმინეთი, სადაც ჩვენ ჰქონდა მაგალითად 2,5-ჯერ ჩამორჩენა, ეს ან მინიმუმამდე დავიყვანოთ, ან გამოვათანაბროთ. მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური რყევების ფონზე ხელისუფლების მიერ ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ეკონომიკური და სოციალური განვითარების უპირობო საფუძველია. 13 წლიანი სამშვიდობო პოლიტიკის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი კი უტყუარი ციფრებით დასტურდება, რომელიც საერთაშორისო ანგარიშებსა და რეიტინგებში აისახება. საერთაშორისო მიმოხილვა ლეო სიხარულიძესთან ერთად.